გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. გავაგრძელოთ ჩვენი ამბები, დავიბენი, ცოტა უცნაურ ადგილას მივიდივართ, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო იქნება ალბათ. When possible, make a U-turn. ეხლა მე ვიმყოფები სენტ ჯორჯი, ასეთი ქალაქია იუტას, ესე იგი მე-15 გზაზე ნევადას საზღვარზე, იუტაშიდან. მივიღე რაღაცა შეკვეთა, რომელიც მივიდივართ ჩრდილოეთ ნევადაში. ნახო ერთი სახელი პიოჩია დასახლება, აქედან არის 140 მილი. თვითის ასაღები. ეხლა იგივე ვარიანტია გახსოვთ, აი ნევადაში რო ვიყავი GPS-ი, ანუ ტრაილერის GPS-ი, ანუ მონიკა, მეუნება რომ 257 მაილია იქამდე. მაგრამ ტელეფონის მონიკა მეუნება რომ 140. ეხლა რა თქმა უნდა მე 240 მაილს არ გავილი 140-ით წავალ, ალბათ ვიწრო გზებით წავალ. ნუ ყოველ შემთხვევაში სხვა გზა არ აქვს და ძვირია ყველაფერი, წყალიც მათხოვარი რა უნდა იქნება. ხო, ნუ ერთ სიტყვით ჩემი აზრით რაღაცა საინტერესო დარწმუნებულია ლამას ხედებს ვნახავთ. იქიდან გამომდინარე რომ არდა ეგზოტიკური ადგილებია და თქვენს თუ არ დაგეზარებათ შეხედეთ რომ გაიღეთ და საიდან ისე PRC-ში მივიდივართ, ესე იგი სენტ ჯორჯიდან PRC-ში. რუკას რო შეხედოთ ინტერესიდან გამომდინარე მართლა საინტერესო იქნება სადავართ და In 3/4 of a mile, turn right on West St. George Boulevard. ეხლა სენტ ჯორჯი დავთარდება და ალბათ შევუდგებით ნევადისა და იუტას ავისებურ ეგზოტიკურ ლანდშაფტს. რუკაზე რო შეხედოთ ამ ადგილას, ხო, სულ შორს არის, ხო, ამერიკიდან, იქიდან. ხალხი ცხოვრობს, არის თავისთვის, მუშაობენ, სახლებია ცხოვრობენ, ალბათ ბავშვებია და ჩემი აზრით ყველანაირი პოლიტიკური მიმდინარეობები, რაც ევროპაში ხდება და რაც იქითკენ თემსოფლიოში, ჩემი აზრით, ამათ სულ არ აინტერესებს, არიან თავისთვის გემრიელად. თან იუტა მოგეხსენებათ ეს მორმონების სექტის მიმდევრები არიან, რელიგიური ხალხია და თავის იმაში ჩარჩოში ზიან რა. არც არავის აწუხებენ, ზედმეტ არავის არ აკადრებს. ზოგადად ამერიკაში ზედმეტ არავის არ აკადრებს, მაგრამ ეს განსაკუთრებით ეს შტატი გამოირჩევა მაგით, იმიტომ რომ აიც რელიგია და სარწმუნოება. Turn right on West St. George Boulevard. მათ ქცევებს და თვისებებს აკონტროლებს. მეც აი პირადად რომ ამბობ რომ მეკითხებიან ამერიკის რომელ შტატებში მოგწონთ, მე გულისხმობს, ნუ მე სამხრეთის შტატები მომწონს ეს ხალხი და ეს ნუ ზანგები და სამხრეთის შტატები რაღაც მოსახლეობა, მაგრამ იუტა განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი მომსახურეობით რა. აი სადაც არ უნდა მიხვიდე, რესტორანი იქნება, კაფე იქნება, ტრაქტორი იქნება თუ რაღაცა, აი სულ თვალებში შემოგჩიცინებენ, აი კაი მომსახურება. აი შეიძლება შევადარო, აი ახლა ევროპის ქვეყნებში, აი თურქეთშიც მაგარი მომსახურება, აი სადაც არ უნდა შეხვიდე, აი გადაყვებიან რა. ეხლა ზოგს არ მოსწონს ეს თურქეთი და აზიური ისინი, მაგრამ მე პირდაპირ ვიტყვი რომ აი ევროპაში თურქეთში რომ მომსახურება, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაიქვეყნოს. ალბათ აი იუტაზეც ასე ვიტყვი რა, აი რო შევადაროთ სხვა შტატებთან შორის ეს მომსახურება ძალიან უმაღლეს დონეზე და იღიმიან, იცინიან, ემსახურებიან მაღალ დონეზე. When possible, make a U-turn. თავისთავად გვაინტერესებს რა უნდა წამოვიღოთ ნევადადან, სადღაც აშკარად უდაბნოში მივიდივარ და ის მე ტვიტი მიგვაქვს იმაში კალიფორნიაში. ნუ მაგამდე ალბათ საინტერესო რაღაცებს ვნახავთ. ალბათ კიდე დარწმუნებული ვარ.
აი გამოვედით დასახლებიდან და შეუდგებით ალბათ აი ეს When possible, make a U-turn. და დაიწყება ალბათ აი ესეთი ხედები და ლამაზი მთები, უფრო წითელი და არ ვიცი, ნახოთ. თქვენთან ერთად მეგობრებო. თქვენთან ერთად მე პირველად ვარ აქ. აი ეს ახალი ამოსულია და დავტყმებით ამ სილამაზე. მონიკა მეუნება ისა, მონიკა მარგარიტა ისა. მონიკა მეუნება უკან დაბრუნდიო, რა მშვენიერი გზარი, ატო დაბრუნდე უკან. მოდი დავუჯეროთ ტელეფონის მონიკას, ანუ ტელეფონის ჯიბია ეს. When მშვენიერი possible, გზაა. make a U-turn. აკითკენ ზები არ არის გაფუჭებული, იმიტომ რომ საფთარი არ არის აქ ძალიან ცივი. აქ გზას რო აკეთებენ, ფაქტობრივად ინარჩუნდება თუ ეხლა ჩრდილოეთში კარგზას დააგებთ 15-10 წელი ყოფნის რა, მერე ფუჭდება და ესენი უფრო მეტია, უფრო 25 წელი. ჩრდილოეთში თოვლით, მაპი, ინვაის აფუჭებდა აკითკენ. დავარი კარგი გზა დააგო და დააჩინე. When possible, make a U-turn. ისი ამონედა დატყვი ხედებით. ენერგია მოდის რაღაცა ეგზოტიკუს ეხები და აი ხო რამდენჯერ ვარ გასვალი. When possible, გასული make ასეთ a საინტერესო U-turn. ადგილებში, მაგრამ სულ რაღაცის მოლოდინში ხარ, რაღაცა საინტერესო იქნება, რაღაცა უცნაური, რაღაცა ეგზოტიკური და საერთო ჯამში ელოდები რაღაც კარგს. აი კარიერებია და რაღაც წიაღისე უსაკეთებენ თუ იღებენ თუ მილებს დგავენ. When possible, make a U-turn. თავისებური სახლებია. შეგახსენებთ მეგობრებო, ეს მორმონები, ეს ქრისტიანული სექტა და ინგლისიდან გამოყარეს რა სული ამ სიტყვის ნიშნობით. მერე წამოვიდნენ ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში დასახლდნენ. ასეთი რა ყავდათ მაგათამოვისდნენ. მაგის სახელი სმიტი იყო მაგათი მამამთავარი. რაღაც ბიბლიის მიხედვით, რაღაცა სახარების მიხედვით ამბობდა, რომ ამერიკაში არის მეხუთე თუ მეექვსე სახარება და იმ სახარების მიხედვით, იმ სახარების ძებნის მიზნით წამოიყვანა ეს ხალხი აკითკენ ამერიკაში. თუმცა ახლა ზოგი პოლიტიკური მას უკავშირებს ამას და მერე იქ ვეჩესტერში და ნიუ-იორკის შტატში იქიდანაც გამოყარეს, სექტად ჩათვალეს, ეს ხდება მე-19 საუკუნეში. მერე ჩიკაგოს მიდამოებში დასახლდნენ და იქიდანაც გამოდევნეს და მერე დიდი გადასახლებას ეძახიან მე-19 საუკუნის მგონი სადღაც 70-იან 80-იან წლებში წამოვიდნენ და აქ დასახლდნენ. ეს ახლა აუცილებელი ადგილი იყო იუტა შტატი. მერე უკვე ამერიკა ხო იცოდა მაინც თავისუფალი ქვეყანა და განვითარების საშუალება მოსცეს და მისცეს. მერე განავითარეს ქალაქი სოლტ-ლეიკი და ეს ასეთ ლამაზ ადგილებში არიან დასახლებულები. თავით-თავად ახლა დრო შეიცვალა და აქ ბევრი წიაღისეულია, ბევრი წიაღისეულ რაღაცებს აწარმოებენ.
მორმონებზე ჩვენ ადრეც აქვს გადაღებული ვიდეოები. თუ გახსოვთ თბილისში 2000-იან წლებში ასეთი თეთრ-საროჭკებში ახალგაზრდა ბიჭები დადიოდნენ და ამ მორმონების სწავლებას ბიბლიას ანაწილებდნენ და თავისებური ხედვით უნდათ რომ ბიბლიური ანუ მორმონული ხედვა განეცოთ საზოგადოებაში. When possible. მე პირადად კონტაქტიც ჰქონდა მოგეხსენებათ ერთი პერიოდი კი 10 წელი მე სასტუმრო მარიოტში მუშაობდი, ოფისიც ჰქონდა და სასტუმრო მარიოტი არის ბილ მარიოტი იყო, ვთქვათ არის კიდე, მაგრამ მოგვარი ახლა ეს არის გარდაიცვალა თუ არა, მაგრამ მათი მოგვარი გრძელდება მარიოტი არის ერთ-ერთი ამ სასტუმროების სახელი ეწოდება ამ მარიოტის სახელი აქვს რა ამერია ენა მარიოტი არის მორმონია და სასტუმროების ქსელი განვითარდა მთელ მსოფლიოში, როგორც ვიცი, რაღაც 2000-2500 სასტუმრო მთელ მსოფლიოში. ჩვენთან თბილისში არის თბილისის მარიოტი, ქორთიარდი, ბოქსი და დიდი ქსელი. და მორმონები არიან მათი ესეთი ფუძემდებლები. ადრეც ამაქვს მოყოლილი, რომ პირველი დამფუძნებელი 30-იან წლებში დაიწყო მან მოქმედება და მისი ცოლი იყო ერთ-ერთი პრეზიდენტის, ამერიკის პრეზიდენტი შვილი. ნუ ახლა იქ წავიდა ნელი თუ 1000 მოლაპარაკებები თუ ასე რომ ვთქვათ და განვითარდა პროგრამა და ასე მახსოვს რომ კაფე ქონა გასწნია და მე როგორც კი ცოლი მოიყვანა 60-20 წელიწადში ეს სასტუმროების ქსელი გავცედა განავითარა და ნუ ეს ახლა ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი სასტუმროების ქსელია მთელ მსოფლიოში. ევროპის ნებისმიერ ქალაქში, დედაქალაქში, რა ვიცი, სად არ არის ყველგან ეს მარიოტის სასტუმროებია განლაგებული. და რას ვამბობდი, ამ მარიოტში რო ვიყავი, იქ წინი იდო ბიბლია. ბიბლია ფაქტობრივად ვერაფერი ერთი და იგივეა ყველა თარგმანი თუ შინაარს, მაგრამ თავარია როგორ ხსნიან. და მორმონებს ეს მოყვებოდა თავისებური ახსნა და რაც წეგან მოგახსენეთ რომ ესენი მისდევენ იმ მეხუთე სახარებას, მოხსენებათ 4 სახარება არის კანონიკური, სხვა სახარებასებს ამბობენ, მაგრამ ამათმა იციან რომ ეს მეხუთე რომელიც ის მეხუთე არის ნამდვილი და პრაქტიკულად არ ვიცი და ზუსტად რა განსხვავებებია. ვიცი რომ სამების დოგმას აღიარებენ და კათოლიკებივით სულიწმინდას, ანუ ფილიოკლეს არ აღიარებენ, ერთობას სამებას აღიარებენ, მაგრამ ტრადიციებში და რიტუალებშია ძალიან ბევრი განსხვავება. და რაც გამოკვეთილი იყო პოლიტიკურ, თითქოს ეს რელიგია გახდა პოლიტიკური ორგანიზაცია. პოლიტიკურ პარტიებში თანხები გროვდებოდა და სმიტი ყათაბანდად აღიარეს, იმიტომ რომ რომელიღაცა ჩიკაგოში გონი რომელიღაცა ქალაქის მერი იყო, მერი აქეთ გადმოვიდა, აქაც მერობდა, ხელმძღვანელობდა კომერციულ საქმიანობაში იყო გათქვეფილი. მერე სმიტი რო გარდაიცვალა, მისი გამგზელები იყო ოღდენი. აი თქვენ ხშირად ვართ ამბობია, ოღდენში ერთხელ პიკაპით გავაკეთეთ, ოღდენია ქალაქი. და აი ესე მოდიან, მერე შეცვალეს და ნუ ვითომ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს მისდევენ, მაგრამ უფრო პოლიტიზირებული ორგანიზაცია გახდა. მოგეხსენებათ მერე უკვე პოლიტიკურ ორგანიზაცია რო ხდები, უკვე იქ სხვადასხვა ინტერესები მიდის სახელმწიფოებრივი და იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ამერიკის მთავრობა უკვე დაუპირისპირდა ამ მორმონულ მიმართულებას და პოლიტიკური ნიშნით რაღაცნაირად შევიწროებაში მოახდინა ეს მოსახლეობა. ესეთი პოლიცია გააციკაეთია გამაჩეროს. სასაცილო არ არის, როგორც პოლიციურ ფორმას დავინახო უცბად ვიძაბები. არ გინდა იმის სუპიკო რაღაც არ დააშავა, ჯარიმის გადახდა არ გინდა რა. და რას ვამბობდი? ხო, მაგრამ მე უკვე ამერი ხო,
ამათ რა კიდევ რატო დაუპირისპირდა ამერიკის მთავრობა უკვე მე-20 საუკუნეში წარმოიდგინეთ ამ სმითმა და ამ ასე ვთქვათ მამებმა When მორმონების possible, მამებმა make a U-turn. დემოგრაფიული საკითხის გადაჭრა მოინდომეს და დართეს ნება რომ ერთ კაცს ყოლოდა მრავალი ცოლი. იყო ასე შემთხვევები რომ ერთ კაცს ყავდა 5, 6, 7 ცოლი თუ შეეძლო და ამას იმით ხსნიდნენ რომ ეს კაცები ომებში და ემებში რომ ეხავდათ ამერიკის მთავრობას რომ ერთ კაცზე მოდიოდა 10-15 ქალი და კაცს რა უნდა გაეკეთებინა ხო უნდა გათხოვილიყო და ნუ ქალების ინტერესებიდან გამომდინარე მერე ბავშვებიც დაიბადებოდნენ და ეს უკვე ბავშვების დაბადება დემოგრაფიულ საკითხს შეცვლიდა. მერე ახლა ამერიკის თავი ხო იცი ახლა ამერიკა მაინც პურიტანული ქვეყანაა და ეს ვერ აითვისეს ეს როგორ და უკვე ძალიან ბევრი შეზღუდვები წავიდა კანონიც გამოსცეს და ამერიკის კანონშიც არის ზუსტად ვერ გეტყვით რომ ამერიკაში კაცმა უნდა მოიყვანოს ერთი ცოლი 2-3 ეს აქტური იმენა კანონში უწერიათ როგორც უწი კონსტიტუციაში და ამის კანონის საფუძველზე დაიწყეს ამ მორმონების მაგარი შევიწროება. ბევრი კინოებიც არის გადაღებული, ფილმები. და ეს პრობლემა იმ ფილმებში ძალიან არის ასახული, როგორ შეიძლება ახლა კაცს ყავდეს 3-4-5 ცოლი, იქ ქალების უფლებები იღებო და იქ ბავშვების უფლებები და ამ კუთხით მიუდგნენ. ნუ ახლა უკვე მე-20 საუკუნის ბოლოში და 21 საუკუნეში რა თქმა უნდა ეს აღმოფრეს ეს მრავალცოლიანობა, თუმცა იძახიან რომ მიყურებულ სოფელში ეს შენარჩუნებულია. რა ვიცი, აბა თუ ნახეთ ახლა მრავალცოლიანი მორმონების ოჯახი ძალიან მაგარი იქნება. სახლებას გავდივარ. ადრე ჩემი ვიდეო თუ გახსოვთ ერთხელ მე რომელიღაც მაღაზიაში ვიყავი სოფელში და იქ მორმონებს ველაპარაკებოდი ბიჭერთან. მეთქი მართლაც ბევრი ცოლები ყავთ მეთქი და მოგყვნენ სიცილით. When possible, make a U-turn. რატო რა ბევრი ცოლი ყოლა ცუდიაო მითხრეს და მეცი. ნუ მე საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავიგე არია ყავთ ბევრი ცოლები თუ არა ყავთ ბევრი ცოლები, მაგრამ მე ბოლოს მითხრეს რომ ჩვენც გაგვიგეო სადღაც სოფლებში კაცებს 4-5 ცოლი ყავთ. აი თუ მაგი ჩვენ გადავაწყდეთ მასეთ ადამიანს ძალიან მაგარი იქნება. When possible, make a U-turn. სოფელი მაგრამ აი რა ასაკეთებენ აქ არის ის რასა ვითი მოღვაწეობენ მეც მაინც When possible, make a U-turn. გამოვედით დასახლებიდან სადაა ჩვენი წითელი მთები ჩვენ წითელი მთები გვინდა და საინტერესო ადგილები რაღაც აბა არა ეს სურათ არ მაჩვენებს და აბა ჩავიხედო ჩვენ მარგარიტას რუკაში როგორი გზა გველოდება ნახოთ. ახლა ჩავიხედე რუკაში და დიდი არაფერი აი ესეთი ლანდშაფტი ჩანს. ეს გუბლი მაგარია რა ზემოდან გადავხედე და ესეთი მაღალი მთები არ არის. ფაქტობრივად მასეც არის ხა იუტა ჩვენ ჩრდილოეთიდან მივიდივართ ნევადის მხარიდან. ნევადი ხო ძირითადად უდაბნო შტატია. ეთყობა ეს უკვე ეს თათა ის თავდება ის წითელი მთები დამთავრდა და ეს ეთყობა პატარა ბუჩქები დაფარო თაფურებს გავემით რა კარგით მეგობრებო მოდი ჩვენ ეს ვიდეო დავამთავროთ იმიტომ ახლა ასე რომ ვიაროთ რა გაჩვენოთ დიდი არაფერი საინტერესო არ ჩანს თუ რაღაცა იქნება აუცილებლად დავაფიქსირებ. უბრალოდ მე სხვა რაღაცაზე მინდა საუბარი, ბარემ ვისარგებლებ ამით. მოგვიწეს ასე ტრამალებში სიარული. მოდი ამ ვიდეოს დავამთავრებ და იგივე ამ გზაზე ვივლით, მაგრამ ჩემი თემის გავრცობა მინდა და რა თემაზე ვილაპარაკეთ აი შემდეგ ვიდეოში.
გამოჩნდება. მე კიდე მაგ მშვიდობებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.